ხოლო თეონა ყოლბაია დღეს ვოის ტოვებს. ვაიმე, ჩემო კარგო. მოდი ვარ. თუმცა რა თქმა უნდა ეს განშორება დღეს ძალიან ემოციური იქნება. აქვე და არის კიდეც. მინდა ვთხოვო ადამიანს, რომელსაც ეხლა მიკროფონი ჩამოვარდნი. საჯელახსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს ვთხოვო სცენაზე. ბატონო კახა გთხოვთ მობრძანდეთ სცენაზე. აი მიკროფონი და არ გაგვთიშავენ, არ გაგვჭრიან. ამჯერად არ გაგაწყვეტინებთ, გვირდებით? გამარჯობათ. მე მინდა ყოველ კვადრატს გადავსცენო. გუშინ შედგა ადგილობრივი პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების საბჭოს ხდომა და თეონა გათავისუფლებულია დრეიდან. მაშასემ დღეს პირველად სატელევიზიო სივრცეში უპრეცედენტო შემთხვევა, უპრეცედენტო ფაქტი მოხდა, რომელსაც ჩვენ მაინც ვიცით, რომ არ ველოდით დღეს. თეონა გილოცავ. თეონას გზა თავისუფლებისკენ მხოლოდ ვოისით დღეიდან არ შემოიფარგლება. ის უბრუნდება სრულყოფილ ცხოვრებას. მაშასე თეონა თავისუფალია პირდაპირ ვოისის სცენიდან. აქედან უკვე სახლში წავა ხალხო გჯერა. აქედან შენი ნივთების ასაღებად ბადრაგის მანქანა ვეღარ წაგიყვანს. ამიტომ ჩვენ დაგითმობთ პერსონალურ მანქანას, ის მიგიყვანს როგორც იმედი იზრუნებს ამაზე არ არის პრობლემა. შენი ნივთები შეგიძლია იყო. კიდევ ერთხელ გილოცავ და მინდა დიდი მადლობა გადავხადო დარბაზს. ყველა კონკურსანტს, იმედს, პროგრამას, იმისთვის რომ მიეცით ამ ადამიანს საშუალება ისევ ძალიან ადვილად საზოგადოებაში ინტეგრირების. კიდევ ერთხელ გილოცავ და დიდი მადლობა ყველაფერთვის. ბრავო! მოიპოვე თავისუფლება პირდაპირ ვოისის სცენიდან. მე არ შემიძლია რომ არ მოგცე შენ კიდევ ერთხელ მიკროფონი და უღრესი მადლობა სამინისტროს ბატონ კახა კახიშვილს კიდევ ერთხელ. ქალბატონო ნესტარ, დიდი მადლობა. მიყვარხართ. თქვენ გაიხარეთ. ქალბატონო ბაია, რა ვიცი ყველას. თეონა. თქვი აბა რა უნდა გქნა? ძალიან დიდი მადლობა ყველას. აი არ ვიცი ეს არ ვიცი რა ვთქვა არ ვიცი. მე რაც არ უნდა მომხდარიყო, მე მაინც გამარჯვებული ვარ და მე ძალიან დიდი მადლობა და მთელი ის მინდა გადავცეს ჩემი მოქარგული ხატი ანრის და ძალიან ჩემთვის საყვარელ ადამიანს რუსა მორჩილაძეს თუ შეიძლება. მადლობა ყველას მიყვახარ ყველას დიდი მადლობა მინდა უთხრა კიდე გოგონები გულშემატკივრობენ ეხლა შენ გოგოებს მოვიკითხავ მათთვისაც იმედია ეს იქნება სტიმულის მომცემი იმედის მომცემი
და აი ამ ემოციურ ტალღაზე, ამ ემოციურ ნოტაზე ვოისი გემშვიდობებად მეოთხედფინალამდე. ჩვენ შემდეგ სამშაბათს საღამოს 10-ზე ისევ შევხვდებით. საზღვრები არ არსებობს. გაოცნებები ხდება ვოისში. გემშვიდობებით ერთი კვირით. ბედნიერად.